ამ ქალმა 3000 კილომეტრი იმისთვის გაიარა, რომ მის ვიდეოს ქვეშ დაწერილი ცუდი კომენტარის ავტორი მოეძებნა. ქალბატონი შევიდა აი ამ კაცთან სამსახურში და უთხრა: "გახსოვთ ამ ვიდეოზე აი ასეთი და ასეთი კომენტარი რომ დაწერეთო?" ხო და ეხლა დროა რომ ბოდიში მოიხადოთ ამ კომენტარის გამო, აი თქვენ გამზადებული ტექსტი ეხლა ჩართო კამერასთან უნდა ადგეთ და ეს ტექსტი უნდა წაიკითხოთ და ბოდიში უნდა მოიხატოთო. მამაკაცი რა თქმა უნდა შოკში ჩავარდა, მაგრამ მას სხვა გზა არ ჰქონდა, არ იცოდა რა გაეკეთებინა და ადგა და კამერის წინ წაიკითხა ეს ტექსტი და საჯაროდ მოიხადა ბოდიში. ეს ქალი კმაყოფილი გაბრუნდა უკან და მამაკაცმა გამოიძახა პოლიცია. მას უნდოდა რომ პოლიციას აღეძრა საქმე იმის გამო რომ ამ ადამიანმა მის კვალს მიაგნო და პირდაპირ სამსახურში მიაკითხა. ერთით მეგობრებო, მიხარია რომ ესეთი რაღაცა მოხდა, იმიტომ რომ სანამ ცუდ კომენტარს დაწერენ ადამიანები, კარგად დაფიქრდებიან ღირს თუ არა მის გაკეთება, მაგრამ მეორეს მხრივ არც იმ ქალბატონს ვამართლებ, შენ არ იცი ამ კომენტარის მიღმა რა პიროვნება იმალება